გამარჯობა, მე ვარ M3-Clan Ukos.com-ის ადმინისტრატორი და M3-Clan-ის დამაარსებელი. მე ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა დავაინსტალიროთ LFS-028, როგორ ვითამაშოთ და ასე შემდეგ. პირველ რიგში შევდივართ ამ საიტზე m3-clan.ukos.com და შევვალთ სექციის კატეგორიები, აიგერ და დავაწვევით როგორ დავაყენოთ LFS. Live or speed. პირველ რიგში ამ ვიდეოს ქვევით აიგერ რომ დავაჭერთ მოვაყოლებ მე გადმოწერის ლინკს. გადმოვიწერთ LFS-ს და გადმოწერის შემდეგ ჩვენ ვიზამთ ესეთ რამეს. არქივის სახით იქნება მოცემული, მარჯვენა ღილაკს დავაჭერთ რომ მივიტანთ და add to archive, იმიტომ რომ ეხლა ჩემთან ფაილით არის extract to file. მაგას დავაჭერთ და ამოგვიგდებს ესეთ რაღაცას. რომ გავხსნით, დავადიდოთ. ერთი წუთით ცოტა შედავს. პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვძებნოთ unlocker-ი. დავაჭერთ unlocker-ს. ხსნის. შემდეგ დავაჭერთ აქ ეწერება unlock, ეხლა მე გახსნილია მაქვს და იმიტომ აქ ჩავწერთ რაც გვინდა რომ ერქვას, აქ პაროლი ნებისმიერ რამეს არ დაგჭირდებათ. ოკეი, აქ yes უნდა იყოს და unlock-ს დააწვევით და გაიხსნება ჩვეულებრივად. ყველა მანქანა გახსნილი იქნება. შემდეგ ჩვეულებრივად გამოვდივართ X-ით. შემდეგ დავაინსტალიროთ patch-ი. patch-იც მოყვება, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოყვება. About, okay, start. Okay. LFS უკვე დაინსტალირებულია, ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივად ვითამაშოთ. შევვალთ ჩვეულებრივ LFS-ში. და აქ არის ორი multiplayer-ი, აი სერვერი და შეგვიძლია goals დავაჭიროთ და online-ში შევიდეთ და ასევე single player-ი. აქედან ჩვენ ვირჩევთ ტრასებს, აი თქვათ ტრასას თითოეული სხვადასხვანაირი ტრასა აქვს, მე მაგალითად ეს ავირჩევ, ოკეი. დავალდებით 2 წუთით. შევვალთ გარაჟში და აირჩევთ ნებისმიერ მანქანას, რაც გსურთ. მე მაგალითად ეს მანქანა მომწონს. აი სხვადასხვანაირი ფერები არის, შეგვიძლია სხვადასხვანაირად დავაყენოთ. აქ სხვადასხვანაირი სეტებია, დრიფტის სეტი, რალის სეტი, კრუგის სეტი. ეს არის ბენზინი, რამდენი ბენზინი გინდა რომ ესხას. Passengers ეს არის კაცი მინდა რომ გეჯდეს წინ უკან ქალი კაცი. ეს არის რამდენი წრე, აქ შეგვიძლია დრაივერები დავამატოთ, ბოტები, ასე ვთქვათ და go. Option აქ არის სახელი აირჩიო, მანქანის ნომერი აირჩიო, რომლის საით გინდა, ასევე ტორმუზი გინდა თუ არა, ასე ვთქვათ, ხელის ტორმუზი. სიჩქარის გადაართვის კოლოფი როგორი გინდათ, ავტომატური თუ მექანიკური, ეს ადამიანის არჩევა არის, როგორი ადამიანი გინდათ.
და ასევე ჩვენ უნდა დავაჭიროთ screens და აქ არის როგორი გრაფიკით გინდათ რომ იყოს მოცემული. დღეისთვის სულ ეს იყო. შემოდით ჩვენ საიტზე, მე აუცილებლად ვიდეოს ამ გადმოწერის ლინკს და ყველაფერს მოვაყენებ. მადლობა. ყურებისთვის.